ამრიგად, სხვა განზომილება შეიძლება აღმოჩნდეს მაგალითად ჭიანჭველების სამყარო. ადამიანები ხედავენ ჭიანჭველებს, რომლებიც ირგვლივ ტრიალებენ და ყოველთვის რაღაცას ატარებენ, მაგრამ ვერ ახერხებენ მათი სულის გააზრებას და მათთან კონტაქტს. ასე რომ უცხოპლანეტელები სულაც არ არიან უხილავი. კიდევ ერთი უცხოპლანეტელი შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტი. იქნებ ხელოვნური ინტელექტი ყოველთვის არსებობდა და ადამიანებმა მხოლოდ კომპიუტერების გამოგონებით აღმოაჩინეს მასთან კომუნიკაციის გზა. ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება. წერს რაკიჩი, თუ გავიხსენებთ, რომ ყოველთვის წინ მიმავალი დრო სხვა არაფერია, თუ არა ფიზიოლოგიური ილუზია. ჩვენ ვერასდროს შევამჩნევთ ცივილიზაციის არსებობას, რომელიც არსებობს ჩვენ სივრცეში, მაგრამ საპირისპირო მიმდინარე დროში. ჩვენთვის სამგანზომილებიანი სივრცეა მხოლოდ. მესამე განზომილებაზე მაღლა არაფერია და მეოთხეში მყოფებმა შეიძლება ჩვენც ვერ დაგვინახონ. ენრიკო ფერმის პარადოქსის გამოსავალი იმაში შეიძლება ვიპოვოთ, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ სივრცისა და დროის მრავალი სხვა განზომილების აღქმა, ისევე როგორც სხვა სამყაროების. მაშასადამე ფერმის პარადოქსი არის პარადოქსი მხოლოდ ანთროპოცენტრული თვალსაზრისით, აჯამებს სერბი მკვლევარი. ამავდროულად ადამიანი ნამდვილად დიდი ქმნილებაა, რადგან მაინც ესმოდა მისი შეზღუდვები. რაკიჩი თვლის, რომ ფილოსოფოსი იმანუელ კანტი არის გონება, რომელმაც ყველაზე ღრმად დაგვანახა ჩვენი არასრულყოფილება. რაკიჩი, რა თქმა უნდა, პირველი არ არის, ვინც ამ საკითხს სვამს. ცხოველებში ინტელექტის აღმოჩენით ბევრი დაფიქრდა იმაზე, თუ როგორ ვერ შევამჩნიეთ ეს სხვა ცივილიზაციები ჩვენს ცხვირწინ. ფიზიკოსებისგან გავიგეთ პარალელური სამყაროებისა და ბნელი მატერიის შესახებ, რომელშიც არის ატომები და მოლეკულები. შესაბამისად, სახლები, მანქანები და ადამიანები. ასევე წამოაყენა გლობალური კონცეფცია, რომლის საფუძველზეც მეცნიერებას უკვე შეუძლია ნაბიჯის გადადგმა. და მაინც, საიდან ვიწყებთ? იმისთვის, რომ შეუმჩნეველი არსებები შევამჩნიოთ, ჯერ უნდა გავყვეთ მეცნიერების ტრადიციულ მოდელს, მოსაზრებას, რის თანახმადაც უცხოს სიცოცხლე ფიზიკურ კონტექსტში უნდა ვეძებოთ. სანამ ირეალურ თეორიებზე ვიმშელებთ, არსებობს თუ არა სიცოცხლე კოსმოსში ან სხვა პლანეტებზე. ეს კითხვა უკვე დიდი ხანია გვაწუხებს. აქამდე მეცნიერება უცხო პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის ორ ძირითად პირობაზე იყო შეთანხმებული. პირველი, წყლის არსებობა პლანეტის ზედაპირსა და სიღრმეებში და მეორე, ჟანგბადის შესამჩნევი ნიშნები ატმოსფეროში. ასტრონომთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჟანგბადის არსებობის მთავარი წყარო სიცოცხლეა. ამის ყველაზე კარგი მაგალითი კი ჩვენი პლანეტაა. ასტრონომთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჟანგბადის არსებობის მთავარი წყარო სიცოცხლეა. ამის ყველაზე კარგი მაგალითი კი ჩვენი პლანეტაა. დედამიწის ატმოსფერო გამდიდრებულია ჟანგბადით, რადგან აქ მყოფი ცოცხალი ორგანიზმები ჭარბი რაოდენობით გამოიმუშავებენ მას. სიცოცხლის გარეშე კი დედამიწაზე ჟანგბადიც არ იარსებებდა.